აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა კოალიციას ცვლილებისთვის სამი ლიდერის წინააღმდეგ. ზურაბ გირჩი ჯაფარიძისა და ნიკა მელიას შემდეგ ქართული ოცნების ინიციატივით პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის ხდომაზე გამოუცხადებლობის გამო ჯარიმა პატიმრობით ნიკა გვარამიასაც შეეცვალა. აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 30,000 ლარიანი გირაოს გადახდაზე უარის შემდეგ პროკურატურამ პატიმრობის შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლე ჯვებენ აჭყებიამ დააკმაყოფილა. პროცესს თავად ნიკა გვარამია არ ესწრებოდა. სასამართლოს ხდომის დაწყებისას ის რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან თავად მივიდა, სადაც რამდენიმე საათში პოლიტიკოს შინაგან სამინისტროს წარმომადგენლებმა შესაბამისი განჩინება გააცნეს და ხელბორკილები დაადეს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, მოსამართლის გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. პოლიციის მანქანაში ჭეჭყვას და ხელბორკილებით აქ მოსვლას არ ჯობდა ეგრე. პოლიციას ვაცნობენ რომ აქ ვარ, მათ უნდა შემასახლონ ციხეში და გადამცენ სასჯელ ახსულების დეპარტამენტს. სასამართლოში არ მივედი, იმიტომ რომ გასაგები იყო ისედაც რას იზავდა. სათქმელი მაქვს ერთადერთი ოლიგარქია უნდა დაემხოს. ეს არის მთავარი, მეც ამ წუთში არ მსვლიშობა არა. ნიკა გვარამია არ დაესწრო დღეს ბრჭყალებში სასამართლო პროცესს. ბრჭყალებში იმიტომ რომ რეალურად ეს არ არის სასამართლო პროცესი, ეს არის ფარსი, ეს არის სპექტაკლი, სადაც როლები არის განაწილებული, ვიღაცას აცვია მანტია და აქვს მოსამართლის როლი, ვიღაცას პროკურორის, ჩვენ ადვოკატის როლი და ნიკა გვარამია მიუღარი თქვა ამ ფარსში მონაწილეობაზე. სიმართლე რომ გითხრათ, მეც სიამოვნებით შეუერთდებოდი მის ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ სამწუხაროდ მე ჩემი ფუნქციებიდან გამომდინარე იძულებული ვიყავი რომ ყოფილიყავი აი ამ შენობაში გადაწყვეტილების მიღების დროს. ცხადია, წინასწარ ვიცოდით რომ ეს გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. ბრალდების მხარი განმარტავს, რომ სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობაც სამართალდარღვევაა. პროკურორის თქმით, ამ საკითხს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება. ეს პირდაპირ თავისარიდება და ხმარცაჯულებისთვის ხელის შეშლის მცდელობა, რომ ალბათ გარკვეულწილად გააჭიანოს საქმის განხილვები და აირიდეს გარკვეულწილად პასუხისმგებლობა, თუმცა მოცემულ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ამ ხდომაზე გამოუცხადებლობა, როდესაც არ არის ამისთვის რაიმე საპატიო მიზეზი, რა თქმა უნდა, შეფასდება ეს და მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება და მოყვება შედეგი. ნიკა გვარამიას დაკავებას პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. ოპოზიციონერთა შეფასებით ქართული ოცნება ცივილურ ღირებულებებს ააცდენილი და ოპონენტების განეიტრალებას ცდილობს. მმართველ პარტიას კი მოსამართლის გადაწყვეტილება მოსწონს და აცხადებს, რომ ის კანონმდებლობასთან სრულად შესაბამისობაშია. მგონია რომ რაღაც შეგნებულად აკეთებენ აი ამას რომ დრამა დადგან. თუ რა, ყველა თითოეულმა მათგანმა იცოდა, არის კანონი, არის მოსამართლის გადაწყვეტილება, არ გინდა ციხეში დომ, მაშინ გადაიხადი გირაო და როგორც ვაშაძე არის გარეთ დარბის იარე და დანარჩენი გააგრძელი ის ფუჭი და ცრუ პოლიტიკური მოღვაწეობა, რასაც ჩვენ ხედავთ ბოლო პერიოდში ამ რადიკალების მხრიდან. ეხლა არ იხდი, მაშინ წესი არის. ადგები დაგაკავებ, მორჩა, მარტივია, დამთავრებულია თემა და ეხლა ყველა ირჩევს თავის არჩევანს. ყველას აქვს თავისი არჩევანი. შეზღუდულები არ არიან და ეს დრამა და რაღაც თითქოს რაღაც ეს დადგმული სპექტაკლები რაღაც. არ გადაიხადე, მოგიმსაჯა სასამართლომ ნებისმიერი მოქალაქე ასე იქნებოდა. მე ვიქნებო თუ სხვა. ეს რეჟიმი გარდა იმისა, რომ დაცლილია ევროპული ცივილიზაციური ღირებულებებისგან, როგორიც არის კანონის უზენაესობა, თავისუფალი სასამართლო, დემოკრატია, ადამიანის უფლებები, არის უკიდურესად უღირსი, უემპათიო, უღმერთო და სასტიკი. რუსული ცინიზმი და სისასტიკე კი არასოდეს გახდება ქართული და არასოდეს გახდება საქართველო. კოალიციას ცვლილებისთვის ლიდერის პატიმრობას უკვე გამოეხმაურა ევროპარლამენტარი რიხარდ კოლსი. ის მოუწოდებს ევროპელ ლიდერებს მოქმედებისკენ, ქართულ ოცნებას კი ოპონენტთა დევნის შეწყვეტისკენ. პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ბრალდებით კი უკვე 4 პირს აქვს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეფარდებული. ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ირაკლი ოქროაშვილსა და დღეიდან 13 ივნისიდან უკვე ნიკა გვარამიასაც. მათი საქმეების განხილვა ჯერ არ დასრულებულა. წარდგენილი ბრალდება კი 1 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.